მოგესალმებით, მე ვარ ნინო ბარნაბიშვილი და დღეს მინდა გესაუბროთ ბრეიგელის ერთ-ერთ ნამუშევარზე, რომელიც გამოფენილია ბრიუსელში, ხელოვნების სამეფო მუზეუმში. აღწერა ბეთლემში. ეს პიტერ ბრეიგელ უფროსის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1566 წელს შექმნა. ნამუშევრის სახელწოდების მიუხედავად, ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში მოქმედება ხდება არა ბეთლემში, არამედ ნიდერლანდების ერთ-ერთ ქალაქში. მოსაღამოვდა. მაღალი ხის ტოტებს მიღმა ჯერ კიდევ მოსჩანს მზე, რომელიც სულ მალე ჩავა და დათოვლილ ქალაქში სიმშვიდე დაისადგურებს. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ბრეიგელის ეს ნამუშევარი ერთგვარი ენციკლოპედიასავითაა, რომელიც ერთ-ერთი ნიდერლანდული ქალაქის ზამთრის ცხოვრებაზე გვიამბობს. მოსახლეობა ყოველდღიური საქმიანობითაა დაკავებული. ვიღაც ფარდულს აშენებს, ვიღაცა კი ფიჩხს აგროვებს. ბავშვები კი ყინულზე თამაშით ირთობენ თავს. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ღორის დაკვლის სცენის გამოსახვით ბრეიგელი კონკრეტულ თვეზე მიგვითითებს. და ეს თვე დეკემბერია. როგორც ცნობილია, ნიდერლანდებში ღორს უმეტესად დეკემბრის თვეში კლავდნენ ხოლმე. აქვე ვხედავთ მის შესატრუსად მომზადებულ ჩალის კონებს. ხალხმრავლობა შეინიშნება ერთ-ერთ შენობასთან. როგორც ჩანს, მაგიდის ერთ მხარეს შენობაში გამოსახული მოხელეები ამ ადამიანების მონაცემებს იწერენ. ხელში მოხელეებს საგადასახადო წიგნები უჭირავთ. ნამუშევრის სახელწოდების მიუხედავად, მოხელეთა საქმიანობა აღწერაზე მეტად გადასახადების შეგროვების სცენას უფრო წააგავს. კომპოზიციის ცენტრში ბრეიგელმა წმინდა ოჯახი გამოსახა. პიტერ ბრეიგელ უფროსის ეს ნამუშევარი 1902 წლიდან ბელგიაში, ბრიუსელში, ხელოვნების სამეფო მუზეუმშია დაცული.